მე-14-ის ფინანსთა მინისტრი ფუკე. როდესაც საფრანგეთის მთავარი მინისტრი გარდაიცვალა, ფუკეს მისი თანამდებობის დაკავება მოუნდა, მაგრამ მეფემ ამ თანამდებობის საერთოდ გაუქმება გადაწყვიტა. ფუკემ იეჭვა, რომ მეფის კეთილგანწყობით აღარ სარგებლობდა და გადაწყვიტა მდიდრული წვეულება მოეწყო. წვეულებაზე მოწვეულები იყვნენ დიდგვაროვანთა ოჯახების წარმომადგენლები, განათლებული ადამიანები. ფუკემ სპეციალურად ამ დღისთვის მოლიერს პიესაც კი დააწერინა. ასევე წვეულებაზე ისმოდა მისი შეკვეთით დაწერილი მეფის სადიდებელი მუსიკა. მოწვეული სტუმრები ამბობდნენ, რომ ეს იყო ყველაზე გასაოცარი წვეულება, რაც კი მათ ოდესმე უნახავთ. მეორე დღეს ფუკე დააპატიმრეს, ბრალი დასდეს ხაზინიდან ფულის მოპარვაში და ციხეში გაამწესეს. რეალურად მას ხაზინიდან არაფერი მოუპარავს. ლუი მე-14, იგივე მეფე მზე, იმდენად მედიდური და ამპარტავანი ადამიანი იყო, არავის მისცემდა უფლებას მისთვის ფუფუნებით ეჯობნა. ფუკემ რეალურად ამ წვეულებით მეფის თავმოყვარეობა შეელახა და მისი კეთილგანწყობის მოპოვების მაგივრად იგი დაჩრდილა.